ეგნატე ბრიანჩანინოვის პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველაზე მეტად უნდა ვებრძოლოთ სიამაყე საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და უნდა შევიყვაროთ სიმდაბლე. ერთი რასაც მინდა ეხლა თქვენი ყურადღება რომ მივაქციო რაღაცნაირად რა არის თავარი. აი დღეს ხშირად ამბობენ რომ ადამიანი თუ კარგი კაცი არის ცხონდება. არ არის საჭირო მართლმადიდებელი იქნება, არ იქნება მართლმადიდებელი. როცა ადამიანს სიმდაბლე აქვს, კაცობრიობას სხვანაირად უყურებს. კაცობრიობას უყურებს როგორც ღვთის ყველაზე კარგ ქმნილებას, რომელიც დასნეულდა. რომელიც ოდამ დაასახიჩრა და ხვდება, რომ ამ კაცობრიობას ჭირდება მხსნელი. აი ამ დასახიჩრებული ცოდვისგან დამახინჯებული ბუნება რო შეუცვალოს. ამახ კაცს, რომელიც კაცობრიობით კბობა, მისი მიღწევებით კბობაშია და ამოს აი ნახე ეს გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ, ეს შევძელით. იმას მხსნელი არ ჭირდება. იმას თავისთავად მოწონს. იმიტომ აი ხშირად რო გვეკითხებიან ცხონდება ვიღაცა, ვინც ეკლესიის სიახში არ არის, რომ ვეუბნებით არა ვერ იგებენ, იმიტომ რომ ამაყები არიან. და თავდავალ კაცს ესეთი კითხვა არც უჩნდება. იმანიც რომ ჭირდება მხსნელი და ამ მხსნელს უნდა მიყვეს. როცა კაცი თავდაბალია, ნახეთ რა კარგად გითხრა. სწორი წარმოდგენა აქვს კაცობრიობაზე, სწორი წარმოდგენა აქვს ყველაფერზე. და როცა ადამიანი არის ამპარტავანი საკუთარი თავი მოწონს, მოტყუებულია ეშმაკისგან. და იმიტომ ამბობენ, რომ მხსნელი აღარ ჭირდება. თუ კაცი კაი კაცია, გადარჩება. კაი კაცი არ არსებობს. ნახეთ რა კარგად იყო ნათქვამი. ვარსკვლავებით საში ღამე ანათებენ. მზე რო ამოდის, არც ერთი აღარ ეჩვენს. ღვთის სიკეთესთან შედარებით ჩვენი სიკეთე აფერი არ არის. პირიქით უკეთურება გამოდის. და ამით როგორ უნდა მოიწონოს კაცმა თავი. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სიტყვა რითიც დამთავრდა. თავდაბლობა ვისავლოთ აღსარების თქმა, ვისავლოთ სინანული, მობიერება, რომ მერე ღმერთმა შეგვიწყალოს და ეს სიტყვები არ გვითხრას, რომ მართლებისთვის არ მოსულვალო, ცოდვილებისთვის მოვედიო. იმ ცოდვილებისთვის მოვიდა, ვინც სინანულშია და ღმერთმა მოგცეს სინანული ჩვენი ცოდვების გამო. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გავკურთხოთ.